გახსოვს შაშვებზე რო ლაპარაკობდით? აი ჯგუფად რომ მოდიოდნენ ხოლმე და თან სოლისტიც რო ყავდათ. მე მგონი შეთანხმებულები იყვნენ. ეს ერთი რო იწყებდა ხოლმე და მე ყველა ყვებოდა. და დღეს რაღაც არ ჩანა. იცი მე მგონი ბოლო დროს აწმყოში ყოფნა ვისწავლე. აი თვითონ სიტყვასაც რო დააკვირდე რამდენ სხვება რა. ხან მგონია რომ ძალიან ბევრი გუშინ და ხვალ არის. თითქოს იმას ვკარგავთ რაც ამ წამსაა მნიშვნელოვანი. ისე სამყაროში ყველაფერი ბუნებრივად იცვლება წესრიგიდან არეულობისკენ. მერე პირიქით. მე ეგრე ვიცი. არ ვიცი ახლა რატო გიყვები ამებს. რა შუაში. აი წინადადებაში როგორც იწერება, ძიმე. ეგრე პუნქტუაციასავით მაქვს დღის განმავლობაში შენზე ფიქრი, ფრაგმენტებად. მაგრამ ზოგი ტექსტი წერტილმძიმის გარეშე იწერება, ხო იცი? და ქარს მაგონებს ეგეთი ტექსტები, აი მანქანის ფანჯრიდან რო გიბერავს სწრაფად, როცა მიდიხარ. არსაიდან ორი წამით აი ძალიან ცხადად გვგრძნობ ხოლმე კონკრეტულ სუნს. მაგრამ როგორც კი გავაცნობიერებ მაგას, ეგრევე ქრება. აი ხო იცი სიზმრის შებრუნება რო გინდა და ვერაფრით რო ვერ ებრუნე. აუ ისენე და ეგრე ადულად იყო სიზმრები. შეკვეთით. რამდენს ვაპარაკობ. უბრალოდ მენატრები და მაგის თქვა მინდა. აი დღეს ვაკვირდებოდი როგორ ირეკლავს ერთმანეთს სხვა და ცა. ყველაზე ლამაზად ეგ ჰორიზონტის ზღვარზე ჩანს. თან სულ რო იცვლება ეგ ზღვარი. მე სულ ხედავ შენს ანარეკლს ჩემში. იცი ზღვაში რო შევდივარ ყველაზე ახლოს მაშინ გრძნობ შენთან თავს. ვიცი რომ რა ტალღაშიც შევალ ეს ტალღა უდესღაც შენთან მოვა. ანუ ყო ეგეთი შეგრძნება მაქვს. ალბათ რაღაცები ბუნებრივად თავაგდება არეულობიდან წესრიგამდე. ბოლო ფიზიკის კანონია. და კიდე. ნუ კაი. როცა გნახავ მე რეგეთ.